მთვარე თხისრქა და მთვარე მეათე სახლში ცოტა განსხვავდება მთვარე მეათე სახლში. მეათე სახლი ჩვენთან კარიერა არის, მამის ენერგია არის, ბოსების ენერგია არის და წარმოიდგინეთ ახლა მთვარე რომ მეათე სახლში ჩდება, ძალიან ხშირად იცით რას ამბობთ ხოლმე, რომ ან დედა იყო მამასავით საყრდენი, ან დედა ბოსი ოჯახში მაგალითად, ის მართავდა ყველაფერს სიტყვაზე. ან მამა იყო რაღაცა დედასავით ზრუნველი სიტყვაზე, ხო? ქალები არიან ძირითადად დომინანტები და ავტორიტეტები, რაც არ უნდა სხვა ნიშანში იყოს სიტყვაზე, ეს არის რომ აი ქალები არიან ჩვენთან აი ესეთი რა ძლიერები, პასუხისგებლიანები, ან ავტორიტარები, ან ბოსები რა, ესე რომ ვთქვათ, ეს მეათე სახლთან არის. აქ კავშირში მთვარის ემოციური მოთხოვნილება დამოუკიდებლობის და მარტოობის, ანუ ემოციურ დონეზე ესეთი ადამიანი არის ბოსი. მთვარე თხისრქაც ესეთი არის, გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან სერიოზული არის. განსაკუთრებით ქალი მთვარე თხისრქა ამბიციურები არიან, საკმაოდ მთვარე თხისრქა ქალებს უფრო ამბიციურობით მიდიან ხოლმე კარიერულად. ეს არ არის მთვარე თხისრქა ის ქალი, რომ ახლა გააჩინოს ბავშვები და სამზარეულოში იჯდეს და თუ მაგას აკეთებს, იქნება იქ ბოსი. ავტორიტარი. ხო და არა პლუტონური ავტორიტარი, არამედ შენ იმას აკეთებ, შენ ამას აკეთებ. ეხლა მე გეტყვით თქვენ აქ რა უნდა გააკეთოთ, ხო? მაგრამ მაინც ცოდვა არის ეს თვარე თუ არ ექნება კარიერა, თავის სახელი, თავის საქმე მაგალითად, თავისი მინიმუმ ყველაზე ისეთი არის ხოლმე, რომ ან მეუღლე უნდა ყავდეს ისეთი სერიოზული მაგალითად, ან გარემოცა უნდა ყავდეს სერიოზული, ხო? ანუ ეს არის შინაგანი მოთხოვნილება ცივი სერიოზული ურთიერთობების. იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა თხისრქა მთვარეები ყველა ეგრე არის, მაგრამ შინაგანად უყვართ მაინც უფრო სერიოზული ადამიანები. შეიძლება პატარა იყოს ვიღაც, მაგრამ სატურნიანელი იყოს მაგალითად, ხო? შეიძლება პარტნიორი მოეწონოთ, ხო და თხისრქის გავლენა უნდა გქონდეთ. ეს არ უნდა იყოს ახლა ცანცარა, ან არასერიოზული, არაპერსპექტიული, რო იტყვი ახლა და შემდეგ. აი ახალგაზრდა გოგოები, მთვარე თხისრქები, მათ სერიოზული ამბიცია აქვთ და ესეთი არაამბიციური კაცები შეიძლება ვერ მოხიბლონ. კაცების შემთხვევაში ცანცარაო რო იტყვიან ახლა ეს ქართულ ჟარგონებზე რო ვილაპარაკოთ და ხიარული და ისეთი ნაკლებად მოხიბლოს. მას სერიოზული, შემდგარი ან ამბიციური ქალი ჭირდება. აი ეს ვისაც დაეყრდნობა მაგალითად, ხო, ეს დამოუკიდებელი, ესეთი ძლიერი ქალები, თუნდაც შეიძლება პატარა იყოს, მაგრამ უკვე ამის მოთხოვნილება გქონდეს, რომ ის სერიოზული იყოს. ახლა ზოგადად შეიძლება იქ სატურნიანელი იყოს ეს ქალი, შეიძლება მეათე სახლელი იყოს, შეიძლება თხისრქებში ყავდეს პლანეტები, ან კაც